სახალხო დამცველი თბილისში რკინიგზის შემოვლითი ხაზის გაყვანის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასა და მათ უფლებების დამცველს ზაქარია ქუცნაშვილს შეხვდა. მოსახლეობის განცხადებით კვადრატული მეტრი მიწის რეალური ღირებულება 20 ლარია. კომპანია კი მათ მხოლოდ 6 ლარს თავაზობს. გიორგი ტუღუში მოსახლეობას დახმარებას დაპირდა. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადის თბილისის შემოვლითი გზის რკინიგზა და ისინი არიან შემსყიდველები მიწისაც. და ანუ შემოგთავაზეს ისეთი მინიმალური თანხა, წარმოუდგენელი სახელმწიფო ღირებულება, მერის დადებული ფასი არის 20 ლარი. ესენი გვთავაზობენ 6 ლარს. ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სახალხო დამცველი ჩვენ ჩავაყენეთ საქმის კურსში თუ როგორი ილახება ჩვენი მოქალაქეების საკუთრების უფლება, ეს 200-მდე მესაკუთრე იბრძოლებს თავისუფლების ბოლომდე დაცვისათვის და ჩვენ შევეცდებით, რომ სახალხო დამცველს მივაწოდოთ სრული ინფორმაცია მტკიცებულებების სახით, რაც ადასტურებს ჩვენი მოთხოვნების სამართლიანობას და კანონიერებას. კანონი ითვალისწინებს საბაზრო ფასის გადახდას. აქ არ არის საუბარი 6 და 20 ლარზე, აქ უნდა იყოს ადეკვატური კომპენსაცია, რომელიც უნდა იყოს დაფუძნებული საბაზრო ფასზე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის კონკრეტული დამოუკიდებელი ექსპერტის საქმე, განსაზღვროს თუ რა ღირს კონკრეტული მიწის ნაკვეთი, სახალხო დამცველი ვერანაირად თავად ვერ შეაფასებს მიწის ნაკვეთს, თუმცა რა თქმა უნდა, მე დეტალურად შევისწავლე, რამდენად არის კანონის მოთხოვნები დაცული, როგორც საქართველოს რკინიგზის მხრიდან, ასევე სასამართლოს მხრიდან, რომელიც უკავშირდება სწორედ აი ამ მიწების ექსპროპრიაციას.